კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერის ნიკა მელიას წინააღმდეგ კიდევ ერთი სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. ამჯერად საუბარია 30 მაისს სასამართლოს სხდომაზე მომხდარ ინციდენტზე, როცა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა მოსამართლე ირაკლი შვანგირაძეს წყალი შეასხა. გამოძიება 336 მუხლით დაიწყო, რაც სასამართლოს უპატივცემულობას გულისხმობს და სასჯელის სახით ჯარიმას, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას ან 1 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გარდა ამისა, ნიკა მელიას ადმინისტრაციულ სამართალ დარღვევასაც ედავებიან. თუ შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუჯერებთ გირაოს გადახდის ვადის გასვლამდე 3 საათით ადრე ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიციას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ადვოკატები, რომლებმაც პატიმრობაში მყოფი ნიკა მელია დღეს რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში მოინახულეს, ამბობენ, რომ მას ახალი ბრალდებები არ ადარდებს. ჩემი აზრით, ამ ადმინისტრაციულ საქმეს არ იქნება გაგრძელება. იმიტომ არ იქნება გაგრძელება, რომ რადგან რეჟიმი შეეშინდა და ნიკა მელია წინსწრებით დაიჭირა, ალბათ ოქმი არ შედგება და არ შევა სასამართლოში. თუ სასამართლოში არ შევა შესაბამისი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმი, სამართალწარმოებას არ გაიმართება თქვენ ალბათ გახსოვთ, რომ ნიკა მელია 2025 წლის 2 თებერვალს დააკავეს მოელის მიმდებარე ტერიტორიაზე. იმ ადმინისტრაციულ საქმეს გაგრძელება არ ქონია. აქედან გამომდინარე, მე უბრალოდ ლოგიკურად გამომაქვს დასკვნა, რომ არც ამ ადმინისტრაციულ საქმეს ექნება გაგრძელება. ნიკა მელია პოლიციამ 29 მაისს ადმინისტრაციული წესით დააკავა. მეორე დღეს კი ეგრეთ წოდებულ საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის საქმეზე მისი სასამართლო პროცესი გაიმართა. ოპოზიციაში ეჭვობენ, რომ ეს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დადგმული ოპერაცია იყო. ნიკა მელიას გაცხადებული ჰქონდა, რომ გირაოს გადახდას და სასამართლოში გამოცხადებას არ აპირებდა, რის გამოც ქართულ ოცნებას მისი დაკავება იქ მოუწევდა, სადაც მელია იქნებოდა. ოპოზიციაში ამბობენ, რომ გელა გელაძის უწყებამ ოპოზიციონერი პოლიტიკოსის გატაცებით და ახალი ადმინისტრაციული საქმის გამოგონებით სწორედ ეს პროცესი აირიდა თავიდან. განსხვავებულია ქართული ოცნების წევრების შეფასებები. ნიკა მელიას რაც შეეხება დაჭერილი კაცია, ხდა არ მინდა რაღაცის გაომივიდეს დაკავებულ ადამიანზე, თუმცა მისი საქციელი ქმედებები, რა თქმა უნდა, არის არაადეკვატური და ისიც რა თქმა უნდა წარმომადგენელია იმ რადიკალური დაჯგუფების, რომელიც იმართება გარედან. როდესაც შენ იბარებენ პარლამენტში და არ ცხადდები, რა თქმა უნდა, ამას ყოველთვის მოყვება რეაგირება, რაც კანონით არის გაწერილი. შესაბამისად, ყველა ის ადამიანი, ვინც არ გამოცხადდა აღნიშნულ კომისიაზე, რა თქმა უნდა, ყველა შემთხვევაში იქნება ის რეაგირება, რაც არის კანონით გათვალისწინებული. ფაქტობრივი მოცემულობაა, რომ ივანიშვილი პოლიტიკური დევნის განსაკუთრებულ, განსხვავებულ ეტაპზეა გადასული. ნიკა მელიას საქმე სწორედ ამაზე მიუთითებს, ის გატაცებულია ქუჩიდან, მაშინ როცა მას ჯერ კიდევ დარჩენილი ჰქონდა გირაოსვა და ეს არის დასტური იმისა, რომ ივანიშვილს ეშინია თავისუფლებაზე მყოფი პოლიტიკური ლიდერების და ჩვენი მიზანია, რომ რაც შეიძლება მეტად გავურთულოთ ივანიშვილს ცხოვრება, მათ შორის პოლიტიკური ლიდერები გათავისუფლდნენ მალე, რადგან ისინი არიან საჭირო ბრძოლის ველზე გარეთ მოქალაქეებთან იმ წინააღმდეგობის პროცესში, რომელიც უნდა აწარმოოს პროდასავლურმა ოპოზიციამ. ეს მოსამართლე, რომელიც არის ჯალათი და მიზნად ისახავს მათ შორის ნიკა მელიას თუ სხვა ადამიანებს, იმიტომ რომ მისი სახელი და გვარი, როგორც შვანგირაძეა გვარად ეს ეგრეთ წოდებული მოსამართლე არის ერთ-ერთი ჯალათი მოსამართლე, რომელსაც გამოაქვს პოლიტიკური ნიშნით მიღებული გადაწყვეტილებები. შესაბამისად, რაიმე კრიმინალს ვერ ხედავ, თავად ეს კაცი არის კრიმინალი და რამენაირად აიტანოს წყლის შესხმა. ამ ქვეყნის გამო, როდესაც ათასობით და ათობით ათას და ასობით ათას ადამიანს წყალი ასხეს, არბიეს, სახიძულები დაულეწეს, მასზე რეაქცია არავის არ ქონია და ერთი პოლიციელი არ დაჭირა და რამენაირად რამდენიმე წვეთის შესხმა აიტანოს ამ მოსამართლემაც. კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერს ნიკა მელიას წულუკიანის ეგრეთ წოდებულ კომისიაზე გამოუცხადებლობის საქმეზე სასამართლომ აღკვეთის ღონისძიება პატიმრობით 30 მაისს შეუცვალა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში სხვა ოპოზიციონერების მსგავსად მას ჯარიმა ან 1 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა, თანამდებობის დაკავების ან 3 წლამდე ვადით საქმიანობის უფლების ჩამორთმევა ემუქრება.